სალამი, მოგესალმებით, ვაგრძელებ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას და ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები, რომელიც ჩაწერილი იქნა 1982 წლის 14 აპრილს გლენდეილში, ლოს-ანჯელესში, კალიფორნიის შტატში, მადლის სათემოს ეკლესიაში. შემდეგ კითხვა ესეთია, რომელსაც ვავს ელინი. გამარჯობათ, მე მქვია ელეინი და ჩემი მეგობარი მოწაფეობის ევანგელიაში მოწმებდა ერთ-ერთ ადამიანს, რომელიც ამტკიცებდა, რომ იყო ქრისტიანი, მაგრამ მან გამოიყენა მარკოზის სახარების მე-1018 მუხლი, რათა დაემტკიცებინა თავისი აზრი, რომ იესო, როდესაც დედამიწაზე იმყოფებოდა, არ იყო ღმერთი. და მე უბრალოდ მაინტერესებდა, რა შეიძლება უთხრათ ასეთ ადამიანს და კონკრეტულად ჩემმა მეგობარმა, როგორ შეიძლება მას არგუმენტირება, რომ მოახდინოს. ჯონი პასუხობს. მას შეუძლია უთხრას, რომ ის პიროვნება ცდება. რა იყო თქვენ რა ახსენეთ? მარკოზის 10:18, ხო? დიახ. წავიკითხავ მე 17 მუხლიდან. გზაზე რომ გამოვიდა, ვიღაცა კაცმა მიირბინა, მუხლი მოიყარა მის წინაშე და შეევედრა. კეთილო მოძღვარო, რა უნდა გავაკეთო, რომ საუკუნო სიცოცხლე დავიმკვიდრო? ხოლო ისო უთხრა, რატომ მიწოდებ კეთილს? არავინ არის კეთილი გარდა ერთისა, ღმერთისა. იციმცნებანი არ იმრუშო, არ კლა, არ იპაროს, რომ მოწვენო იქნები, ნუ იცრუებ, პატივეცი შენს მამას და დედას. მან იუგო, მოძღვარო, ყოველი იმას ჭაბუკიდან ვიცავ. იესომ შეხედა მას, შეუყვარდა და უთხრა: ერთი რამ გაკლია, წადი რაც გაქვს, გაყიდე, ღარიბებს დაურიგე და გექნება საუნჯე ზეცაში, მერე მოდი და გამოვყევი. მაგრამ შეწუხდა იგი ამ სიტყვაზე და დანაღვლიანებული წავიდა, ვინაიდან დიდძალი ქონება ჰქონდა. იესომ მიმოიხედა და უთხრა თავის მოწაფეებს: რა ძნელი იქნება მდიდრებისათვის ღმერთის სამეფოში შესვლა. მოწაფეები განცვიფრდნენ მის სიტყვებზე, იესომ კი კვლავ მიუგომა და უთხრა: შვილობო, რა ძნელი იქნება ღმერთის სამეფოში შესვლა მათთვის, ვინც სიმდიდრეზეა დანდობილი. აკლემი უფრო ადვილად გაძვრება ნემსის ყუთში, ვიდრე მდიდარი შევა ღმერთის სამეფოში. იმათ უფრო მეტად გაიოცეს და ამბობდნენ ერთმანეთში: ვისღა შეუძლია გადარჩენა? შეხედა მათ იესო და თქვა: ეს კაცთათვის არის შეუძლებელი და არა ღმერთისთვის, რადგან ღმერთისთვის ყოველივე შესაძლებელია. დაუწყო პეტრემ ლაპარაკი: ჩვენ ყველაფერი მივატოვეთ და შენ გამოყევით. უთხრა იესომ: ჭეშმარიტად გეუბნები თქვენ, არავინ არის, რომ ჩემი გულისთვის და სახარების გულისთვის მიატოვოს სახლი, ან ძმები, ან დები, ან მამა, ან დედა, ან ცოლი, ან შვილები, ან ყანა და 100 წილად არ მიიღოს ახლა. ამჟამად სახლები, ძმები, დები, მშობლები, შვილები და ყანები ამ დევნასთან ერთად. ხოლო მომავალ საუკუნეში საუკუნო სიცოცხლე, მაგრამ მრავალი პირველი უკანასკნელი იქნება და მრავალი უკანასკნელი პირველი. იერუსალიმისაკენ მიმავალ გზაზე იდგნენ და იესო წინ მიუძღოდა მათ. ისინი გაოცებულნი იყვნენ, მისი მიმდევრები კი შეშინებულნი. კვლავ მოუხმო 12-ს და დაუწყო ლაპარაკი იმაზე, რაც უნდა შემთხვეოდა მას. მე სპეციალურად წავიკითხე ქართველი მსმენელებისათვის, რომ მთლიანი კონტექსტი და ის კითხვა, რომელიც არის დასმული, რომ ადამიანებს ეპარება ეჭვი, თითქოს ღმერთი არ იყო, რომ მთლიანად გამეშალა ეს, მაგრამ კონკრეტული იყო მე-17-18 ადგილი. და ჯონ მაკარტური აგზელებს. იცით იესო ქრისტე რას ამბობდა, როდესაც ამას ეუბნება ახალგაზრდას? კეთილო მოძღვარო, რა უნდა გავაკეთო, რომ საუკუნო სიცოცხლე დავიმკვიდრო? ხოლო იესომ უთხრა: რატომ მიწოდებ კეთილს? არავინ არ არის კეთილი გარდა ერთი ღმერთისა. იცით იესომ რატო თქვა ეს? იესომ უბრალოდ მას მიუნიშნა და კუთხეში მიაყენა: შენ რა, მე ღმერთად არ მთვლიო? გესმით რა გააკეთა იესომ? კეთილო მოძღვარო, რა ქვია, რომ დამიმკვიდრო მარადიული სიცოცხლე. და იესო ეუბნება: რა, შენ მე ღმერთს არ მეძახი? რომ მე ღმერთი არა ვარ? იესო კი არ უარყოფს ამას, როგორც ბევრს გონია და ეს ინტერპრეტაცია გამოიტანეს აქედან. უბრალოდ ამ ბიჭს ადგილს მიუჩენს და ახსენებს. შეახსენა. რას მეუნები? ხედავთ, კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ არანაირად სწორი არ არის, როდესაც იპოვით ერთ რაღაცა მუხლს, ან თუნდაც სიტყვას, მოწყვით ამ მთლიან კონტექსტს და ასე აკეთებთ დასკვნებს. და ადამიანები განუწყლებლივ ადასტურებენ ტექსტის თავიანთ უცოდინერობას. ისინი პოულობენ ერთ ასეთ მუხლს და ეს ძალიან ძველი ხრიკია. ეს გავს იმ ახალგაზრდას, რომელიც ქადაგებდა იმის შესახებ, რომ ქალებს თითქოს და თმა არ უნდა ქონოდათ, რაღაცა კოსა არ უნდა დაეყენებინათ თავზე. იყო პიროვნება ესე ქადაგებდა და იცით რა იყო მისი სახელმძღვანელო ტექსტი? ეს იყო მათეს სახარების 24 თავიდან, როცა ლაპარაკია დიდი გასაჭირის დადგომაზე. ხოლო როდესაც იხილავთ გაპარტახების სიბილძეს, დანიელ წინასწარ ეთყოლის მინა თქვას, რაც წმინდა ადგილს დევს, წამკითხველმა გაიგოს,
მაშინ იუდეს ყოფნი მთებს შეაფარო და ერდოზე მყოფი ნუ ჩამოვა ძირს თავის სახლიდან რაიმეს გამოსატანად, ხოლო მინდვრად ყოფი ნუ მიბრუნდება შინ თავის სამოსის წამოსაღებად. ხედავთ, აი ამაზეა ლაპარაკი და ამ კაცმა მთელი თავის ქადაგება ააგო, რომ თითქოს და ქალებს არ ჰქონდა უფლება ეს კოსა, ეს ფუნთუშა ეძახიან ახლა ინგლისურად ესეთი ძველი ესეთი ის რო იყო ხო მიცით 60-იან 50-იან წლებში თავის ვარცხნილობა ქალების. ხედავთ, არასწორი, მოწყვეტილი რაღაცა იმიდან არასწორ დასკვნებს აკეთებენ და რისი დამტკიცებათ უნდათ მერე ამ არასწორი სიტყვებით. და ყველაზე კარგი რაც ასეთ ადამიანებს თქვენ უნდა უთხრათ არის რომ ეს ლექსი არ არის საკმარისი ამ დასკვნების გასაკეთებლად. და როცა ვინმე ადამიანები მოდიან ჩემთან და მეუნებიან იესო ქრისტეს ღვთაებაზე, ხომ? და თუ ნამდვილად სურთ მათ რომ იცოდნენ სიმართლე, მე ვეუნები. დაჯექი და გულისყური წაიკითხე იონეს სახარება. პირველი თავიდან 21-ის ჩათვლით. და მერე მოდი და მელაპარაკე. დაბრუნდი და მითხარი რომ მერეც იესო ღმერთი არ არის. ასე ერთ ლექს ნუ მოწყვიტა და ნუ მოხვალ ჩემთვის. გახსოვთ ხო, გზამკვლევ კაცს, როგორც ძველ აღთქმაში წერია, ესაიას 35 თავში, მერვე მუხლში, ჩვენ ადრეც ვახსენეთ ეს და იქნება იქ გაკვალული ბილიკი, რომელსაც სიწმინდის გზას დაარქმევენ, უწმინდური ვერ გაივლის მასზე. დაკვალიანებულთათვის იქნება იგი და მასზე მავალი უგნურნიც კი არ აიბნევიან. ხედავთ? უგნურნიც კი არ აიბნევიან. ასეთი რამ ნახეთ რა ნათელია ხო წმინდა წერილში, რომ იესო არის ღმერთი. სხვა გზა არანაირად არ არსებობს ამის ასახსნელად. ასე რომ ასეთი დამადასტურებელი ტექსტი და ის რის გაკეთებაც თქვენ არ გინდათ, როცა ასეთი ადამიანთან გაქვთ საქმე, ეს არის რომ ერთ ლექსში თქვენ გაგჭედოთ და გაგხლართოთ და ამაზე გაგაკეთებინოთ რაღაცა კონცენტრაცია. გეთმით? მაგრამ ეს ურწმუნოების და ეჭვის ტვირთი, მოდით და ეხლა მათზე ჩამოკიდეთ. თქვით, კარგი, თქვენ მომეცით ეს პატარა მუხლი, ხომ ეს ლექსი. ახლა მოდი და მე იმას მიქენი, დამეხმარე, წადი და იონეს სახარება წაიკითხე. დაბრუნდი და მერე მითხარი, სწორი დასკვნაა თუ არა ის, რაც შენ გააკეთე. ან წაიკითხეთ კოლოსელების მთლიანად ერთი თავი. სადეთ ეს გასაგებია? აუდიტორია და ელინი აგრძელებს იმათ. და თუ მას არ სჯერა ჯონ რომ იესო ღმერთია, მაშინ ის არანაირად არ შეიძლება რომ იყოს ქრისტიანი. ხო მართალია ეს? რა თქმა უნდა, არანაირად არ იწოდება ესეთი ადამიანი ქრისტიანად. მას ნამდვილად არ შეუძლია საკუთარ თავს ეს უწოდოს. თუ ვინმე მოდის და სყავს სხვა ქრისტე, გარდა ღმერთის ქრისტესი, დაწყევლილია, გახსოვთ? დაწყევლილია ანათემა. ეს არის პირველი გალატელები. თუმცა არ არსებობს სხვა სახარება არიან მხოლოდ ზოგიერთი, რომელიც გამღვრევენ და ცდილობენ შეყვნან ქრისტეს სახარება, მაგრამ ჩვენ კი არა. თვით ანგელოზმა ზეციდანაც რომ გახაროთ სხვა სახარება და არა ის რაც გვიხარებია, წეული მციყოს. რაც უწინ მithქვამს, ახლაც იმასვე ვიტყვი. ვინც სხვა რამეს გახარებთ და არა იმას, რაც მიგიღიათ, წეული მციყოს. ხედავთ? ეს არის ჭეშმარიტების ყველაზე ძალადობრივი უხეში უარყოფა, რაც კი შესაძლებელია ამ სამყაროში. იესო ქრისტეს ღვთაების უარყოფა ნიშნავს ღვთის ყველა გამოცხადების შელახვას, შერყვნას. ის არამხოლოდ ქრისტიანი არ არის, არამედ მას ძალიან სასტიკად განეკითხავენ, უფრო მკაცრად ვიდრე დანარჩენებს, რომლებმაც საერთოდ არ იცოდნენ ეს ჩანაწერი. გახთხოვთ ხო? აქვთ ხელში წარმოიდგინეთ ეს ხელთა აქვთ მათ, გაიგეს, მოისმინეს, სახარება წაიკითხეს და მაინც უარყოფენ იესო ქრისტეს ღვთაებას. გასვოთ ხო? ჩვენ არაერთხელ ვახსენეთ ებრაელთა მე-12 თავით, სადაც წერია 24 მუხლიდან. ახალი აღთქმის შუამდგომელი იესოს და სხურების სისხლს, აბელის სისხლზე უკეთე რომ მეტყველებს, ფრთხილად იყავით. ნუ უარყოფთ მეტყველს, რადგან თუ მათ, რომელთაც უარყვეს ქვეყნად მეტყველი, თავი ვერ დააღწიეს საჟილს, ჩვენ როგორღა დავაღწევთ თავს, თუ კი უარყოფთ ზეცით მეტყველს? იცით რა ვთქვი და ჩემ თავს უსმენდი ხოლმე დღეს რადიოში. და ახლა საკუთარ თავს უნდა მოусმინო გშიგადაშიგ და დავინახო ის და მოვისმინო რისიც მჯერა, რადგან ზოგჯერ მეც მავიწყდება. მაგრამ ამას ყოველთვის არ ვაკეთებ ხანდახან, როცა დილით დრო მაქვს ხოლმე და მაქვს ამის საშუალება. ეს გონი დღეს იყო თუ როდის იყო ლაპარაკობდი სერიალი ღვთის რიცხვაზე. ეს არის ის, რაც ჩვენ დავიწყეთ. და როდესაც ვიღაცა მეუნება, იცი, მე არ მჯერა იესო ქრისტეს ღვთაების და შესაძლოა ამ დროს სასუკავუკეთო პასუხი უთხრათ მათ. კარგი, უბრალოდ ნება მომეცით გაცნობოთ, რომ ადამიანებს, რომლებსაც არ ასწამთ იესო ქრისტეს ღვთაებრიობა, ესენი სამუდამო ჯოჯოხეთში გაატარებენ და გინდა შენ სამუდამო ჯოჯოხეთში იყო?
ასე რომ ჯობია მართალი იყო იმას, რასაც ეხლა ბოდიალობ, რადგან ბიბლია ამბობს, რომ შენ დაწყევლილი ხარ. ასე რომ ჯობს კიდევ ერთხელ გადახედო შენ აი რასაც ამბობ, ეს სწორია თუ არა. თუ არა და ძალიან მძიმე ფასის გადახდა მოგიწევთ თუ ცდებით. გასაგებია, ელენ, დიახ, მადლობ ჯონ, გასაგებია.